ბოჟმის ყვავილი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო 7 ძმა, ძალიან მდიდრები იყვნენ. აუარებელი სარჩო-საბადებელი ჰქონდათ. თვალმარგალიტის ანგარიში აღარ იცოდნენ. მუდამ ხინსა და გახარებაში იყვნენ. მაგრამ ერთი არც მტერი ჰყავდათ და არც მოკეთე. ქვეყნისა არაფერი გაეგებოდათ. ბოლოს თქვეს ძმებმა, ასე სიცოცხლეც არ შეიძლება. მოდი წავიდეთ, ან მტერი ვინმე შევიძინოთ, ან მოკეთეო. თქვეს დაასრულეს. აჰკიდეს 7 ცხენს 7 საპალნე თვალმარგალიტი, აისხეს თვითონაც იარაღი და წავიდნენ მტრისა და მოკეთის საძებნელად. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მივიდნენ ერთ დიდ ტრიალ მინდორზე. გაიხედეს, სხვა არაფერის ჩანს, მთელი მინდორი ერთიანად ცხრით არის თეთრად დაფარული და ფარეს ერთი მეცხვარე უდგას მწყემსად. ძმები მივიდნენ მწყემსთან და უთხრეს, ესეა ჩვენი საქმე, მეგობარი მოკეთე არავინ გვყავს ამ ქვეყნად და გვინდა დავიმოკეთოთ ვინმეო. მეცხვარეს გაუხარდა. მაშინვე მიიპატიჟა შინ ძმები და მშვენივრადაც გაუმასპინძლდა. შვილი ჰყავდა მოსანათლი, ისიც მოანათვლინა და დანათესავდნენ. როცა ძმებმა წასვლა დააპირეს, მეცხვარემ იმდენი ცხვარი გაატანა, რამდენსაც კი შეიძლებდნენ და წაასხამდნენ. წამოვიდნენ ძმები გახარებული, რომ კარგი მოკეთე იშოვეს. გავიდა კარგა ხანი. აღარც არაფერი ძმებმა იცოდნენ მეცხვარისა, აღარც მეცხვარემ იმათი. ერთმანეთი აღარ ენახათ. ბოლოს ძმებმა თქვეს, მოდი წავიდეთ, ჩვენი ნათლული და ნათლი მამა მოვინახულოთო. წავიდნენ, ნახეს, აღარსად ნათლი მამა, აღარსად ნათლული, აღარსად ცხვარი, აღარც მეცხვარე. ძალიან გაუკვირდათ, ბევრი ეძებეს, ბევრი თავით შეიწუხეს. ბოლოს ერთი ბებერი ნახეს, კითხეს. აქ ერთი მეცხვარე იყო. რა იქნა, ხომ არ იცი? სად წავიდა? ბებერმა უთხრა. ღმერთმანი, ეგეთი მეცხვარე დიდი ხანია ამოწყდა. ერთი შვილი დარჩა, სამადლოდ ხან ვინ აჭმევს ლუკმას და ხან ვინ. დღეს ერთთან შეჭამს, ხვალ მეორესთან. სადაც დაუღამდება, იქ გაუთენდება, ერთი თავშესაფარი არ აქვს. ძმებმა სთხოვეს ბებერს. ერთი ის ბიჭი გვიპოვე და რასაც გთხოვ მოგცემთ. ცოტა ხანში მართლაც მოუყვანა ბებერმა ნათლული. უკვე კარგა მოზრდილი ბიჭი იყო. ძმებს ძალიან გაუხარდათ. წამოიყვანეს, ასვეს, აჭამეს, ჩააცვეს, დაახურეს, დაბანეს და გაურეცხეს. გაუშალეს ბუმბულის ლოგინი და უთხრეს მოისვენეო. მაგრამ ბიჭმა უარი უთხრა. არ შემიძლია, მაგაზე ვერ დავიძინებ. ბანზე ავალ და იქ დავიძინებ. ერთ საბანს კი დავიხურავ ზემოდან. ძმები თავს რაღაც შეაწყენდნენ, როგორც გენებოსო და დასთანხმდნენ. ავიდა ბიჭი და დაიძინა ბანზე. თურმე იმ ღამეს ერთი ხელმწიფის ქალს და ხელმწიფის შვილს პირობა ჰქონდათ. იმ ბანზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და მერე უნდა წასულიყვნენ ჯურის დასაწერად. მოვიდა ქალი პირველი. ნახა, არსადაა დაპირებული. მივიდა ასწია საბანი იქნება ის იყოსო. ის არ გამოჩნდა. ქალმა დიდხანს იცადა კიდევ ბოლოს, რომ არა და არ მოვიდა ხელმწიფის შვილი. ქალმა თქვა, ხომ მაინც მომატყუა და მომატყუა, შემარცხვინა და ამ კარგ ადამიანს ნუ დავკარგავ. გააღვიძა ვაჟი და უთხრა. ჩქარა წავიდეთ, ჯვარი დავიწეროთ, მე ცოლი, შენ ქმარი. ვაჟი რის ვაივაგლახით დათანხმდა. ერთი ღარიბი კაცი ვარ, რასაც ამხედავ ამაზე მეტი არც სახლი მაქვს, არც კარი, არც სარჩო-საბადებელი, არც საჭმელი, სასმელი და საცმელი. არაფერი უშავს, მე მაქვს ყველაფერი. წაიყვანა ქალმა ვაჟი შინ. მერე წავიდნენ იქიდან და ერთი ხელმწიფის ქალაქში მივიდნენ. იქირავეს ხელმწიფისგან სახლი და დაიწყეს ცხოვრება. ის ქალი ისეთი ლამაზია, რომ ხელმწიფე კინაღამ გაგიჟდა იმის სილამაზით. დაიბარა ნაზირვეზირები და უთხრა. მე ისეთი ცოლი მყავს, რომ კაც პური არ ეჭმევა იმის გვერდით და დახეთ ამ ტყიურს, როგორი ლამაზი ცოლი ხავს. რა ვუყოთ, დიდებულო ხელმწიფე? უპასუხეს ნაზირვეზირებმა. ძალით ხომ ვერ წავართმევთ? ხელმწიფემ უბრძანა ნაზირვეზირებს. ისეთი რამ იღონეთ, რომ იმის ცოლი მე დამრჩეს. ნაზირვეზირებმა იფიქრეს და მოახსენეს. ის უბრალო კაცია, არაფერი უნახავს, სადილად მოვიპატიჟოთ, ის წესზე ვერ მოიქცევა, ვერ ადგება, ვერ დაჯდება, განურისხდი და წაართვი ცოლიო. მაშინვე გაუგზავნეს ვაჟს კაცი, რომ ხვალ ხელმწიფე გეპატიჟება სადილზეო. ვაჟი ცოტა არ იყო შეფიქრიანდა. არ ვიცი, არაფერი მინახავს, ხელმწიფის წინ ან როგორ უნდა ადგომა, ან დაჯდომა, ან სხვა საქციელი.
ცოლმა დაარიგა. რომ შეხვალ, არ გაიცინო. თუ გაიცინონ, შენც გაიცინე. რა ხმაზეც დაილაპარაკონ, შენც ისე დაელაპარაკე. ბოლოს 6 ვაშლი მისცა. სადილი რომ გათავდეს, ეს 6 ვაშლი თებშე დააწყვე და მიართვე ხელმწიფეს. ხელმწიფე გამოგიბრუნებს, გამოართვი, დაჭერი და ისევ ხელმწიფეს შესთავაზე. საჭმელი რომ მოგიტანონ, ყველა საჭმლიდან თითო ოროლა ლუკმა აიღე და თასი მორიდებით გადადგი. მერე ადეკ, დაუკართავი და წამოდი. ვაჟი სწორედ ისე მოიქცა, როგორც ცოლმა დაარიგა. სადილი რომ გაათავეს, ადგა, დაუკრა თავი ხელმწიფეს და ხელმწიფის კაცებს და წამოვიდა. ხელმწიფე ძალიან განურისხდა ნაზირ ვეზირებს. თქვენ ვირებო, ყიურები და ვირები მართლა თქვენ ყოფილხართ და არა ის კაცი. რაზე შემარცხვინეთ და თავი მომჭერით. ახლა სხვა რამე მოიფიქრეთ, თორემ ცოცხლები ვერ გადამირჩებით. ნაზირ ვეზირებმა უთხრეს. სასეირნოდ წაბრძანდით და ისიც დაიბარეთ, რომ თან გახლდეთ. ან წინ წავად ცხენით, ან უკან ჩამორჩება, არაფერი ეცოდინება მოგცევის და განურისხდითო. ხელმწიფემ მაშინვე დაიბარა ვაჟი და უბრძანა. ხვალ სასეირნოთ მივდივარ და შენც თან უნდა მახლდე. ვაჟს მეტი რაღონე ჰქონდა, წამოვიდა ცოლთან დაღონებული. რას დაღონებულ ხარ? უთხრა ცოლმა. აჰა ეს ძუა, ეს ბურთი ჯიბეში ჩაიდე და როდესაც იმათ მივახლოვდები, ძუა გამოხსენი. დანიშნულ ადგილას რომ მიხვალ, უცებ მოატრიალე ცხენი. ბურთი ამოხტება ჯიბიდან და თამაშობას დაიწყებს. ცხენიც იმას დაუწყებს თამაშობას და ხელმწიფეც შენ დაგიწყებს სქერას. გზაზე კი არა და არა ჰქნა და ან წინ არ წაასწრო, ან უკან არ ჩამორჩე. გააქციონ ცხენები, შენც გააქციე. დააყენონ, შენც დააყენე. წავიდა ვაჟი, წაიღო ძუა და ბურთი. როდესაც ხელმწიფე და დიდებულები სასეირნოდ გამოვიდნენ, მოახტა ვაჟი რაშ და ამოუდგა გვერდში ხელმწიფეს. გააჩქარებს ხელმწიფე, გააჩქარებს ვაჟიც. ნელა წავა ხელმწიფე, ვაჟიც ნელა წავა. იარეს და როდესაც დანიშნულ ადგილას მივიდნენ, უცებ მოაბრუნა რაში. ამოხტა ბურთი ჯიბიდან და დაიწყო რაშმა ბურთთან თამაშობა. მთელი დიდებულები და ხელმწიფეც იდგნენ და პირდაღებულების შესცქეროდნენ რაშისა და ბურთის თამაშს. როდესაც მორჩა თამაშობას ცხენი, დაუკრა ვაჟმა თავი ხელმწიფეს და შინ გაეშურა. ხელმწიფე ახლა უფრო მეტადაც გაუწყდა ნაზირ ვეზირებს. თქვენ ვირებო, მეც ვირად გამხადეთ და გამაბრიყვეთ. აქამდე იმაზე კარგი და თავშესაქცევი მხედარი ვის უნახავს? თუ ისეთი არაფერი მოიგონეთ, რომ იმას არ შეეძლოს გაკეთება და თავი შეირწყვინოს, ვაი თქვენს წყალსა. ნაზირ ვეზირებმა ბევრი იფიქრეს, ეძიეს და ბოლოს გადაწყვიტეს. ბოჟმის ყვავილი მოვატანინოთ. იქიდან კი ვერას გზით ვერ დაბრუნდება ცოცხალიო. წავიდნენ და მოახსენეს ხელმწიფეს. ხელმწიფესაც ძალიან გაუხარდა. დაიბარა მეორე დღეს ვაჟი და უბრძანა. ბოჟმის ყვავილი უნდა მომიტანო. ვაჟმა დაუკრა თავი და გამობრუნდა. მივიდა ცოლთან და უთხრა, ესე და ესეა ჩემი საქმე და ახლა რაღა ვქნაო. ცოლმა უთხრა. წადი, ხელმწიფეს 9 თვე, 9 დღე და 9 საათის ვადა გამოსთხოვე და ჩემთვის კიდევ საჭმელ სასმელი. მივიდა ვაჟი ხელმწიფესთან და ყველაფერი ესენი გამოსთხოვა. მოვიდა ცოლთან, მოუტანა საზრდო და თვითონ კი წავიდა ბოჟმის ყვავილის საძებნელად. ბევრი ეძება, ბევრი იარა, რა სოფელზედაც გაივლი და იკითხავდა. ბოჟმის ყვავილი ხომ არ იცით სად არისო? ყველა ერთ პასუხს აძლევდა. ბოჟმის ყვავილის მოსატანად ჩამვლელი ბევრი გვინახავს და ბოჟმის ყვავილით ამომვლელი კი აღარც ერთიო. ვაჟმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მივიდა ბოლოს ერთ ადგილას. 3 ყანა დგას და 3 ძმა მკის. ერთი ბოლოს დგას, ერთი შუაზე და ერთიც თავში. მკიან და ვერ მოუმკიათ. მივიდა ქვევითა კაცთან ვაჟი და მიესალმა. ერთმანეთს გამარჯვება უთხრეს და ამბავი ჰკითხეს. ვაჟმა უთხრა. ბოჟმის ყვავილისთვის ვარ წამოსული და იქნება იცოდე რამე, მიმასწავლო. ეს ძმა ისეთი ბებერი იყო, რომ თეთრი დახავსებული წვერი წელამდე ედო. ამბერი კაცმა უთხრა. მე კი არ ვიცი და ეგრე იარე, ზევით რომ ყანას ამკის, ის ჩემი უფროსი ძმა არის და იქნები მან კი იცოდეს. გადაუხადა ამ კაცს მადლობა ვაჟმა და წავიდა შუათანა ძმასთან. მივიდა ნახა, იმ კაცს თეთრი ძლივს ურევია, ჯანზეც ყოჩაღად არის. მიესალმა ვაჟი, გამარჯვება უთხრეს ერთმანეთს, დასხდნენ დაისვენეს.
კითხეს ერთმანეთს ამბავი და ვაჟმაც უამბო თავისი თავგადასავალი და უთხრა. ბოჟმის ყვავილის მოსატანად ვარ წამოსული და არ ვიცი ვიპოვი თუ ვერა. იქნება შენიცოდე სად არის, როგორია, როგორი შოვება, მასწავლე რამე. კაცმა უთხრა. მე არ ვიცი და იქნებ ჩემმა უფროსმა ძმამ კი იცოდეს. ეგრე კიდევ ზევით რომ აივლი, ის არის ჩემი უფროსი ძმა. გამოეთხოვა ამასაც ვაჟი, მადლობა გადაუხადა და წავიდა ყველაზე უფროს ძმასთან. უფროს ძმას ეძინა. კარებში იმის ცოლი დახვდა. შვენივრად მიიღო სტუმარი, პატივისცა და გამოჰკითხა ასე შორს წამოსვლის მიზეზი. ვაჟმა უთხრა. ბოჟმის ყვავილის მაძებარი ვარ და იქნება თქვენმა ქმარმა იცოდეს. ქმარს ძინავს. უთხრა დიასახლისმა. გავაღვიძებ, ვკითხოთ, იქნებ იცოდეს. ახადა სკიბრს, ამოიღო იქიდან 9 წლის ნიშნობის ქოშები. ჩაიცვა და გაიარ გამოიარა ქმრის ოთახის კარებზე. ეგება ქოშების ხმამ გააღვიძოსო. გაეღვიძა ქმარს და ცოლს უსაყვედურა. რად გამაღვიძე? თან სარკეში ჩაიხედა. ერთი თეთრი თმა გამოჰრეოდა. გამოიგლიჯა და გადააგდო. ცოლმა უთხრა. ეს ყმაწვილი ჩვენი სტუმარია. ბოჟმის ყვავილის საძებრად არის წამოსული და ხომ არ იცი სად იპოვის? მოიცადე, უთხრა ქმარმა. ჯერ ვისადილოთ და მერე ვასწავლე, მაგრამ ადვილი კი არ არის მისი შოვნა. მერე უთხრა ვაჟს, ბოჟმის ყვავილი სადაც იყო. ერთი კლდე უჩვენა. თავი თეთრი ჰქონდა, შუაგული წითელი და ძირი შავი. ისეთი მაღალი კლდე იყო, რომ წვერს თვალიც ვერ სწუდებოდა. შუაღამისას იმ კლდეზე ქაჯის ქალი დაჯდება ხოლმე და გადმოჰფენს თმებს. თმაზე სულ ბოჟმის ყვავილი ასხია. იმისი თმა კლდის ძირზე დაეფინება. ვინც მივა და იქ დაიმალება, თუ იშოვის, მხოლოდ ის იშოვის იმ ყვავილს. ბევრი ახალგაზრდა ვაჟი დაიყუპა და დაანელა ქაჯის ქალმა. შენ უნდა მიხვიდე, ჩაუსაფრდე, ის თმა ხელზე მაგრად დაიხვიე და მერე მარტო თვითონ იცის, მოგკლავს თუ დაგარჩენს. რაღაც იზამდა ვაჟი, წავიდა და ჩასაფრდა კლდის ძირას. გამოვიდა ქაჯის ქალი და გადმოჰფინა თავისი ოქროს თმა კლდეზე. 1000-ნაირი ყვავილით აჭრელებული და აყვავილებული. მიეპარა ვაჟი უჩუმრად. დაიხვია და დაიხვია იმისი თმა მკლავზე და დაქაჩა. ქალმა სიმძიმე იგრძნო. უნდა დაინახა ვინ იყო მიზეზი. აიწია აკრიფა ოქროს თმები და ვაჟი თავის ოთახში გადატყორცნა. თვითონაც თან მიჰყვა. ვაჟი უმნებლად ფეხზე იდგა. ქალმა ჰკითხა. ვინ ახარ? რა გინდა? რისთვის მოხვედი? რამ გაგაბედინა აქ მოსვლა? ბოჟმის ყვავილი მინდა. უპასუხა ვაჟმა. იარაღით ხარ მოსული თუ ცარიელი? კითხა ქაჯმა. იარაღს რაც წამოვიღებდი, სამტროდ არა ვარ მოსული, მხოლოდ ერთი ბოჟმის ყვავილი მინდა. ვიცი, რადაც გინდა. ბოროტმა ხელმწიფემ დაგავალა და სიკვდილსაც გიპირებს, თუ დათქმულ დროში არ მიუტან. უთხრა ქალმა. ნუ ღარ დავიგვიანებთ, 9 საათიღა გაქვს დრო დარჩენილი. წავიდეთ, მეც წამოვალ, რომ მისვლა მიასწრო. ორივენი შესხდნენ ნიავქარის ცხენებზე და გაეშურნენ. ღამე იყო ვაჟის ცოლთან რომ მივიდნენ. ჩამოხდნენ კარებზე და ვაჟმა დააბრახუნა. ქალი გულგახეთქილი წამოვარდა. ეგონა ხელმწიფიანი მოვიდნენ ჩემს წასაყვანადო. თქვე უღმერთოებო, გათენებას მაინც დაუცადეთ, რა გაუძლებელი გჭირთ. ქაჯის ქალმა უთხრა ვაჟს. არაფერი გაქვს განაშენი ცოლისა, რომ აჩვენო, არ შეწუხდეს. ვაჟს ხელზე ნიშნობის ბეჭედი ჰქონდა. მოიძრო და კარებიდან შეუგდო ქალს. ცოლს საშინლად გაუხარდა. გაუღო კარი და გადაეხვია თავის ქმარს. მეორე დღეს ქაჯდა ქალმა ვაჟის ხელით გაუგზავნა ხელმწიფეს ბოჟმის ყვავილი და შეუთვალა. დიდებულო ხელმწიფე, ეს როგორი სვიანი და ძლიერი ხელმწიფე ყოფილხარ. კარგათაც მართავ ქვეყანას, მაგრამ ზღვაზე გამოგიარე და ზედ ხიდი არიდო. 3 გრძნეული ქალი მიშოვე და გამომიგზავნე. მე ხიდს ავაშენებ, ასწიონ და გადონ ზღვაზე. როგორც იყო, ის 3 გრძნეული ქალი უშოვა ხელმწიფემ და გამოუგზავნა. ქაჯის ქალმა თავისი ნაწნავები ხეებად აქცია და უბრძანა იმ ქალებს ზღვაზე ხიდად გადეთო. ასწიეს გრძნეულებმა და გადეს ზღვაზე მტკიცე ხიდი. თვითონ ქაჯთა ქალიც იქვე ჩაეკრა და ჩაეკვანძა ხიდში. ხიდია იმისთანა, რომ კაცი უკეთეს ვერ ინატრებს. შეუთვალა ქალმა ხელმწიფეს. წამოიყვანე შენი დიდებულები და ნახე, როგორი გამოვიდა ხიდი ზღვაზე. კმაყოფილი ხელმწიფე წავიდა თავისი დიდებულებით და ნაზირვეზირებით ხიდის სანახავად.
შედგნენ ზედ და გამოისეირნეს. მართლა ძალიან მოეწონათ. მესამედ რომ გაიარეს და შუა ადგილას მივიდნენ, ასწია ხიდი ქაჯთა ქალმა. აქცია ხეები ისევ თმებად შეიკეცა და ხელმწიფე თავის ნაზირ-ვეზირ დიდებულებით წყალში გადაუძახა. ვაჟი ხელმწიფედ დასვა, მისი ჭკვიანი ცოლი კი დედოფლად. ბოროტი ხელმწიფის ცოლი კიდევ მოსამსახურედ დაუყენა. გამოემშვიდობა ახალ მეფე დედოფალს და თვითონ წავიდა თავის ქვეყანაში. ჭირი ქალხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. ელასა, ბიჭო მელასა, კოკა მეკიდა ყელასა, თქმელსა და გამგონებელსა ძილი გვაამოს ყველასა. ჩიტი გაფრინდა 9 ფრთანი, 100 ტყუილიდან 1-ია მართალი.